ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც შესაძლოა კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებისთვის თბილისის წართმევას შეძლებს. შეჯერდებიან თუ არა ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე, დღეს რთული სათქმელია, რადგან ჯერ ის უნდა გაარკვიონ, ვინ როგორ, ვისთან ერთად და რა პირობით მიიღებს მონაწილეობას არჩევნო მარათონში. თუმცა, როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობით არაფერი შეიცვლება და ქართული ოცნება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად მოიგებს. რა შეცვლის ოპოზიციის ნაწილის მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში? რა გეგმა აქვს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მუნიციპალურ საარჩევნო მარათონში და რა იქნება პრიორიტეტი მოსახლეობისთვის პროგრამის წარდგენისას. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძეა ჩვენი სტუმარი. ბატონო არჩილ, საღამომშვიდობისა, მადლობა რომ ხართ სტუდიაში სტუმრად. საღამომშვიდობის მოგესალმებით თქვენ და თქვენს მაყურებელს. ბატონო არჩილ, ოპოზიციური სპექტრიდან უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ გირჩი და გახარიას პარტია მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და შესაძლოა მათ რიგებს შეუერთდეს ლელოცის თავაზობს დანარჩენ პარტიებს. იმ მსჯელონ ამ თემაზე პირველ რიგში საინტერესო არის მოლოდინი როგორი გაქვთ და ტაქტიკურად თქვათ რამდენად აწყობს მმართველ გუნდს, მოდით ასე გითხავთ, ოპოზიციის გააქტიურება და გამრავალფეროვნება საარჩევნო ბიულეტენზე. მოდი ნახევრად ხუმრობით თქვათ, რა მნიშვნელობა აქვს ნულოვანი შანსების მქონე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტია მიიღებს თუ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. მათ შედეგი იქნება აბსოლუტურად იგივე რაც ჰქონდათ უკვე 9-ჯერ და მე-10-ჯერ სახელოვნად დამარცხდებიან ამჯერად უკვე მუნიციპალურ არჩევნებში. საპარლამენტოზე ხომ დადეს შედეგები ასე თუ ისე გადალახეს ზღვარი. გადალახეს ზღვარი და შემდეგ რა იყო შედეგი? არც ეს თავიანთ ამორჩევლებს პატივი, არ მოიხსნენ ისე როგორც ექნებოდა სრული მათ ამორჩევლებს, ანუ რეალურად მათი ნების განხორციელება საპარლამენტო ცხოვრებაში. დაასწნენ, დაადგნენ გარეთ და შემდეგ ხარ ასაც აკეთებდნენ მათ მიერ დაორგანიზებული ადამიანები უშუალოდ მათი ჩართულობით ყველამ კარგად ნახეთ დეკემბერში, იანვარში, ფებრუარში არის მმართველი გუნდისთვის პრაგმატულად რომ შევხედოთ. ის უფრო ხელსაყრელია რომ მიიღოს ოპოზიციამ მონაწილეობა არჩევნებში თუ ის რომ გადგეს პროცესებს მიღმა. პრაგმატულადაც ნებისმიერი კუთხით რომ შევხედოთ, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებული ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რეალურად ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას თუ არ მიიღებენ. პრაგმატულად ჩვენ ვართ ორიენტირებული ჩვენს ამორჩეველზე, ამორჩევლის ნებაზე, ქართული ხალხის ნებაზე და მომავალზე და მათ შორის იმ პროგრამებზე, რომელიც მნიშვნელოვანია მუნიციპალურ დონეზე, რომ განხორციელდეს და ის რეფორმები და ის ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება თუ ძალიან ბევრი სხვა საკითხი, რომელიც უკვე არაერთი არის განხორციელებული სხვადასხვა მუნიციპალიტეტში და ყოველთვიურად, ყოველდღიურად მიმდინარეობს, ეს რომ კვლავ გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს მუნიციპალურ დონეზე მმართველობა, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს თითოეულ ადამიანზე, თითოეულ მოსახლეზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას და რაც შეეხება ამ ადამიანებს, ესენი რაც უფრო ნაკლები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, მით უკეთესი არის ზოგადად პოლიტიკური ცხოვრებისათვის. შესაბამისად გაჩნდება სივრცე იმისათვის, რომ ახალი ძალები, ახალი პოლიტიკოსები, პოლიტიკით დაინტერესებული ახალი ადამიანები გამოჩნდნენ ველზე, შესაბამისად თავიანთი იდეები შესთავაზონ ქართულ ხალხს და რეალურად ქართულ ხალხს არჩევანი კი არ კონდეს ომსა და მშვიდობას შორის. ქვეყნის გადაჯიშებასა და გადაგვარებასა და მეორე მხრივ ღირსებას შორის. ჩვენი ქვეყნის რეალურ განვითარებასა და შეჩერებას შორის. არამედ არჩევანი იყოს თუ როგორ განვითაროთ ეს ქვეყანა, როგორ წავიყვანოთ წინ, როგორ იყოს ეკონომიკური წინსვლა და სტაბილური განვითარება და რეალური სრულები იყოს. პოლიტიკური აქტორები, ახლები ყოველ შემთხვევაში არ ჩანან ოპოზიციურ სპექტრში. მაშინ რა არის ამის მიზეზი? რაც ძალიან სამწუხაროა. ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ნებისმიერ ქვეყანაში აუცილებელია რომ მრავალი აზრი არსებობდეს, მაგრამ ჩვენთან ეხლა არსებობს ინტერესი, მაგრამ არ არსებობს სივრცე. მთავარი აქ არის, აი თქვენ აბსოლუტურად სწორად გავუსვით ხაზი, რომ აქ რეალურად სივრცის ნაკლებობასთან ერთად ამავდროულად თუ უნდა ვნახოთ რა ხდება ზოგადად პოლიტიკურ ველზე. პოლიტიკური ველი პირდაპირ გაჯერებულია ამ პარტიების, კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიების, მაგალითად ტელევიზიებით, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია ერთად და ცალ-ცალკე მართავენ ამ მაუწყებლებს. პირდაპირ სარედაქციო პოლიტიკა საერთოდ არაფერი აღარ არის, აბსოლუტური ცრუ ამბების ტირაჟირება ხდება, არავითარი სტანდარტი
მანდატის დაცვა არ ხდება, პირდაპირ შეურაცხყოფები მომდინარეობს, მოიფრქვევა მათი ეთერებიდან და ეს კლასიკური მაგალითია, დიდი ალბათობით უნდა ისწავლებოდეს კიდეც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე თუ როგორი არ უნდა იყოს ჟურნალისტი ზოგადად. აი ამ სტანდარტებს ავრცელებენ ეს პარტიები და მართი ტელევიზიები და როდესაც ასე გაჯერებული არის ოპოზიციური ველი, შესაბამისად სხვა ადამიანებს უბრალოდ სურვილიც კი არ უჩნდებათ. იმიტომ რომ ეს ადამიანები ერთმანეთს ერთი განსხვავებული ფრაზის წარმოთქმის გამოც კი პირანიებივით და გიენებივით ერთმანეთს ყელში წვდებიან ხოლმე და ახალი ადამიანი რო ნახონ, ახალი იდეებით ხომ მაშინვე ჩანასახშივე ყველაფერს გააკეთებენ მათ ჩასაძირად. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ამბობთ რომ ფაქტობრივად ვერ მოესწრება, შეიძლება ასეც გავიგოთ ხომ თქვენი პოზიცია, იგივე თუნდაც თვითმმართველობის არჩევნებამდე ახალი პარტიების ფორმირება ოპოზიციურ ფლანგზე, რა კონფიგურაცია იქნება წინა საარჩევნო პერიოდში და საარჩევნოდ და რამდენად მომგებიანი ან როგორ უნდა აუხსნან საკუთარ ამომრჩეველს თუ კი ისინი იტყვიან უარს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, იქნება თუ არა ეს ერთგვარი თვითლიკვიდაციის რეჟიმი ოპოზიციური პარტიებისთვის? მოდით ჯერ ვთქვათ რა არის ზოგადად პოლიტიკური პარტიის მიზანი. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მიზანი არის ხელისუფლებაში მოსვლა არჩევნებში მონაწილეობის გზით. მაგრამ ამ ადამიანებს რა უნდათ? ამ ადამიანებს თავიანთი პატრონების დავალებით ხელისუფლებაში მოსვლა კი უნდათ, მაგრამ არა არჩევნების გზით, არამედ რევოლუციური სცენარით, მაიდანის მოწყობით ჩვენს ქვეყანაში. და სხვათაშორის მაიდანთან დაკავშირებით ამ ადამიანებმა ისაუბრეს 2022 წელს აქციების მიმდინარეობისას, 2023 წელსაც საუბრობდნენ, 2024 წელს ამ ადამიანებმა კი არა უცხოური სახელი და გვარის მქონე ადამიანებმა ილაპარაკეს, მსხვერპლზე ილაპარაკეს, მათ შორის ეს უმაღლეს თანამდებობის პირები, საგარეო საქმეთა მინისტრები იყვნენ ჩამოსულები და ერთ-ერთი ქვეყნის შვედეთი იყო თუ სწორად მახსოვს, იმედია არ მეშლება, სკანდინავური ქვეყნის წარმომადგენელი იყო ნამდვილად, პირდაპირ თქვა რომ მაიდანი უნდა მოხდეს საქართველოში, სხვანაირად უბრალოდ ხელისუფლება არ შეიძლება, მე მიხვდა რასაც საუბრობდა და შეცვალა თავისი სიტყვები. აი ეს არის ეს ყველაფერი, ეს მოცემულობა გვიდგას, რომ უცხოეთიდან დავალება მიცემული, დაორგანიზებული, დაფინანსებული ადამიანები მათივე ხელშეწყობით ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსვლასილობენ. რეალურად ამ ადამიანებს არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს. აი მაგალითად ლელოც რომ მიიღებს თუ თავიანთი პატრონების საბოლოო ჯამში მისცემენ დავალებას და მისცემენ ბრძანებას რომ ეხლა დაირაზმეთ და არჩევნებში მიიღეთ მონაწილეობა, აი რომ დამარცხდებიან, ისევ 5 ოქტომბრიდან გამოვლენ და იტყვენ რომ არჩევნები გაყავდაო. თუ არ და ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ შევხვდებით სხვადასხვა ეთერის იქნება თუ ამ ქვეყანაში და ამ ქალაქში ვცხოვრობ და შეგვიძლია მე ერთმანეთს უთხრათ რომ გამართა თუ არა ჩემი ნათქვამი რომ ეს ადამიანები 5 ოქტომბრიდანვე დაიწყებენ რომ არალეგიტიმური იყო ცესკოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქართულ ხალხს არ მეუღია მონაწილეობა თავისუფალ გარემოში, შესაბამისად მათი მიერ მიღებული მცირე ხმები ეს არ არის რეალობა, რასაც ასევე დაუდასტურებენ თავიანთი პატრონები ან თავიანთი პატრონების მიერ მართული სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები უცხოეთიდან და კიდევ ერთხელ ვიხილავთ 2024 წლის სცენარის განმეორებას, 2020 წლის სცენარის განმეორებას და 21 წლის სცენარისას. ეს ხო ნანახი გვაქვს უკვე, ერთი უკვე ფილმიც კი აღარ არის, უკვე სერიალია, რომელთა რეიტინგიც უკვე მინორშია წასული, იმიტომ რომ ეს ის სერიალია, რომელთა შინაარსიც და მათ შორის ყურებადობას იკლებს სერიებთან ერთად. ესეთი საპნის ოპერის მსგავსი მოცემულობა სამწუხაროდ ამათ თავს. ბატონო არჩევ, ვინ იბრძოლებს ადგილებისთვის საკრებულოებში? უნდა გითხოთ აუცილებლად დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გულისხმობ, შვედეთი ახსენეთ თქვენ და შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა ამბობს ის, შეეწყვიტა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს სიდას ყველანაირი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის და შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას დარჩეს დონორი სამოქალაქო საზოგადოებისთვის. რას ნიშნავს, როგორ შეიძლება ითარგმნოს ყოფით ენაზე აი ეს განცხადება? ანუ შეიძლება ითქვას, რომ შვედეთის მთავრობა ამ შემთხვევაში დააფინანსებს მათ პოლიტიკურ აქტივებს. ჯერ სანამ ქალბატონ სალომეს და შვედეთთან დაკავშირებით ვისაუბრებდით, ქალბატონი სალომეს გულხმარე მხარდამჭერ გრიგოლ გეგელიას რომ არ გამოვეხმარო, არ შემიძლია. სანამ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით რაიმეს განცხადებას გააკეთებს, ის სიტყვა რაც მან იხმარა,
პირველ რიგში ერთადერთი დროსაც შეუძლია თქვას ეს არის როდესაც სარკეში ჩაიხედავს და არ ვიცი იხედება თუ არა ხოლმე სარკეში, მაგრამ ყოველ სარკეში ჩარკვთვის დროს ის სიტყვა გაიმეოროს და უთხრა საკუთარ თავს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართი თქვა სულ რამდენიმე წუთის წინ. ეს ისე ლირიული გადახვევის სახით. ამავდროულად, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, არ მინდა რომ იფიქროთ, რომ თქვენს კითხვას გავეკეცებ. რეალობა რა არის, რა გვამცნო ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა განცნო, რომ შვედეთის სახელმწიფო არ დაეხმარება ქართველ ხალხს გამომდინარე იქიდან რომ როდესაც ბიუჯეტში მიდის დახმარება ეს უნდა მოეხმაროს ქართველი ხალხის ინტერესებს უნდა მოხმარდეს მაგრამ დაეხმარება იმ აგენტურის წარმომადგენლებს რომლებიც დიპლომატიისგან იმართებიან იქნებიან ესენი კონკრეტულად პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული ადამიანები თუ მათთან მიტმასნილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები მაგრამ ერთი რამე დაავიწყდა შვედეთის წარმომადგენლებს რომ საქართველოში მიღებული არის ისევ და ისევ ჩვენი სუვერენიტეტი გასაძლიერებლად გრანტების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სანამ რაიმე გრანტს გასცემს უცხოელი დონორი, კეთილი უნდა ინებოს და უნდა შეათანხმოს საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს ამ გრანტის ჩვენს ქვეყანაში შემოტანაზე თანხმობას, თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი იქნება. ამიტომ ის მცდელობას, რაც ექნებათ გარედან რომ დააფინანსონ თავიანთივე მხარდაჭერილი და მართული აგენტურის წარმომადგენლები, გინდა პოლიტიკოსები იქნება, გინდა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი პოლიტიკური აქტივობა გაგაწყვეტინოთ ზურაბიშვილმა ასევე ისიც თქვა რომ პერსონალურად მიიღო შვედეთის პრემიერის წერილი რომელიც გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის თაობაზე რა მდგომარეობა დღეს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით და რომ დააკვირდებიან კანონმდებლობას რომ გაიგონ ანუ რა ფორმით უნდა გააგრძელონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და თქვენ თავად განსხვავებთ რომ რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა ფარას ანალოგი საქართველოში შეიძლება ითქვას რომ ერთგვარად აკვირდებიან თუ რა გზებით შეიძლება რომ შემოვიდეს დამატებითი ფინანსები ასე უნდა ფაქტობრივად მის შვედეთის განცხადება და ეს წერილი პრემიერის გამოგზავნილი რამდენად იყო რამდენად არ იყო კიდე ცალკე ამბავია რა შინაარსის იყო და ასე შემდეგ, მაგრამ არ შევიდეთ ამ სიღრმეში, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. წესით ისიც უნდა ახსნილიყო ქართულ საზოგადოების წინაშე, რომ 1 ივნისს მაგალითად ამავე ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს განცხადება ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და თქვეს რომ ფარა ანუ საქართველოში მოქმედი ამერიკული კანონი თურმე არის დემოკრატიული საფუძვლების საწინააღმდეგო და აქ სასწაული ხდება ამ კანონის მოქმედება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და მეორე დღეს თვითონ შვედეთისვე იუსტიციის მინისტრი გამოდის და ამბობს რომ უცხოეთიდან ჩარევები იმდენად მძლავრია ჩვენს ქვეყანაში რომ უნდა გქონდეს შესაბამისი ბერკეტები რომ ამ ყველაფერს ვებრძოლოთო ანუ ნახეთ რა გამოდის თავიანთ ქვეყანაში უცხოურ გავლენებს ებრძვიან მაგრამ ჩვენ არ აგვაქვს უფლება რომ ზუსტად ანალოგიური გარედან ჩარევების საბრძოლო ბერკეტები და მექანიზმები ქონდეს. თარა მექანიზმები ის მექანიზმი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წლიდან მოქმედებს. 1938 წლიდან დღემდე მოქმედებს კანონი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის დამოუკიდებლობას და სხვა ძალებისგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩარევისგან ამერიკულ საზოგადოებას. და თურმე ჩვენ არ გვაქვს ამისი უფლება, ქართველი ადამიანები და ქართველი ხალხი თურმე ვინმეზე ნაკლები ვართ და სხვას აქვს უფლება რომ ჩვენი ქვეყნის დასაქმებში ხელი აფათუროს. დაბალიღობენ ახე საქართველო, ჩვენი ისტორია, კულტურა, წარსული ვინმეზე ნაკლებია თუ პირიქით 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ადამიანებს ერს არ უნდა გქონდეს იმის უფლება რა სხვა ქვეყანასაც აქვს, აი ამ სტანდარტების შემოთავაზებას ცდილობენ ჩვენი ქვეყნისთვის და ამის დადგენა უნდათ, ამის სტანდარტიზება უნდათ რეალურად იმ ქვეყნებში, რომლებიც ამბობენ ხმას აიმაღლებენ გარეთ ჩარევების საწინააღმდეგოდ. თუ განცხადებები არ გვახსოვს, მაგალითად ბატონმა ბორელმა ხო თქვა, რომ ევროკავშირის გარეთ ევროკავშირია მხოლოდ 64 და სხვა ყველაფერი დანარჩენი ჯოჯოხეთიაო, ძალიან დიდი ბოდიში რა. საქართველოს არასდროს არ იქნება ჯოჯოხეთი და ამავდროულად მისივე ნათქვამი სიტყვები არ იყო, რომ როგორ შეიძლება თურმე რომ პროფესორ სტუდენტმა სიტყვა შეუბედოსო. და როდესაც პროფესორებად საკუთარ თავს წარმოაჩენენ, ხოლო ქართველ ხალხს სტუდენტებად ძალიან დიდი პატივისცემით ყველა სტუდენტთან. ყველანი სტუდენტები ვიყავით გარკვეულ დროს, ხო? მაგრამ ესე ზემოდან ყურება როგორ შეიძლება? და ასეთი დამოკიდებულების გამოა და არაერთი ათასობით შეიძლება ასეთი განცხადებების
ჩამოვთვალოთ უკვე წლების განმავლობაში. სწორედ ამიტომაც არის, რომ დობა ევროპული სტრუქტურების მიმართ ჩვენს ქვეყანაში იკლებს და მაგიტომაც არის, რომ როდესაც ასეთი უსამართლო დამოკიდებულებები არის ჩვენი საზოგადოების მიმართ, საზოგადოება პირველ რიგში რასაც ვერ იტანს, ეს არის უსამართლობა. როგორ შეიძლება ქართულ ხალხს მიაყენოს შეურაცხყოფა და მერე ამ ქართულმა ხალხმა ისევ და ისევ მხარი დაგიჭიროს. ეს ხო წარმოუდგენელია. რეალურად ეს კონკრეტული ბიუროკრატიის წარმომადგენლები თავის თავზე უფრო მეც საუბრობენ და წარმოაჩენენ, ვიდრე თავიანთი განცხადებებით ჩვენი ქვეყნის მიმართულებით აქვთ ხოლმე სხვადასხვა შინაარსის განცხადება გაკეთებული. ბატონო არჩილ, თვითმმართველობის არჩევნების საკითხი და თემა რომ ამოვწუროთ, თქვენი გეგმები მართველი გუნდის გეგმებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, როგორი არის თვითმმართველობის არჩევნებზე? თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენ გვეგებავთ, რა თქმა უნდა, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის ისე საკრებულოებში დამაჯერებელ გამარჯვებას მივახციოთ, რაც არის ისევ და ისევ ქართველი ხალხის გადასაწყვეტი. და ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისა, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაგვიდგება გვერდში ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, წინსვლისთვის, ეკონომიკური სტაბილურობისთვის მიმავალ გზაზე. რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი ისევ და ისევ არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა. შეუძლებელია რომ ნებისმიერ სხვა საკითხზე ვილაპარაკოთ, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნა უზრუნველყოფილი, ეკონომიკურ წინსვლაზე და განვითარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე და ამავდროულად მუნიციპალიტეტების გაძლიერებაზე, რათა მუნიციპალიტეტებმა თვითონვე შეძლონ სხვადასხვა ყოფითი საკითხის თვითმმართველობის ფარგლებშივე უზრუნველყოფა, მოგვარება, ამისთვის გაკეთება ყველაფერი, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ამავდროულად აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვადასხვა დახმარებები იქნება მუნიციპალიტეტებისთვის, რა თქმა უნდა, როგორც წასულში, ისე მომავალში, ოღონდ მთავარი არის აქ ერთი. როდესაც არსებობს პოლიტიკურ ველზე ერთადერთი ღირსეული, ამ ქვეყნის მოყვარული, ნამდვილად სამშობლოდ რომ მიაჩნია ჩვენი ქვეყანა საქართველო და ჩვენი სამშობლო საქართველო, ქართული ოცნების სახით, რა თქმა უნდა, გამარჯვებას უბრალოდ ალტერნატივაც არ აქვს, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არასდროს არ მოიყვანს ხელისუფლებაში, არც საპარლამენტო, ანუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე, არც მუნიციპალურ დონეზე იმ ადამიანებს, რომლებიც სხვის დაკრულზე ცეკვავენ, რომელთა მიზანიც არის, რომ 100 კილითაც კი იხტუნაონ, თუ ასეთ დავალებას მიიღებენ. თქვენი საუბრის გათვალისწინებით მინდა გადავიდეთ ევროკავშირის გათვალისწინებით, რომ ისაუბრეთ ევროკავშირთან ურთიერთობებზე. ერთის მხრივ მაინტერესებს ნორმალიზების საკითხი, ცხადია რომ დღის წესრიგში დგას ევროკავშირთან და ამ მიმართულებით რა ტიპის სამუშაოები არის გასაწევი ჯერ კიდევ და აუცილებლად უნდა გითხოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე. პერსპექტივა ხედავთ უკვე როგორიც არის, მოლოცვა მოვიდა ტრამპისგან და თქვენი შეფასება მაინტერესებს, პოლიტიკური შეფასება რა თქმა უნდა, მოლოდინი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის კუთხითაც. დამოუკიდებლობის დღის მოლოცვაში, რა თქმა უნდა, არაფერი განსაკუთრებული არ არის, აბა სხვანაირად როგორ უნდა იყოს, მეგობარმა მეგობარს დაბადების დღე უნდა მიულოცოს თუ არა, რა თქმა უნდა მიულოცოს. და ეს მოხდა კიდეც. სხვა ტიპის განცხადებების, როდესაც იგივე ქართულ ხალხს ულოცავდნენ და და ამოდროულად გავაგრძელოთ კიდეც ორივე კონტექსტი განვიხილოთ. როდესაც პრეზიდენტი ტრამპის მოლოცვა საელჩოს მიერ ხაზგასმითო საელჩოს მიერ გადაეცა საქართველოს პრეზიდენტს, შემდეგ ერთ-ერთი ოპოზიციონერი პირდაპირ ეთერში გამოდიოდა და ამბობდა, რომ არ ვარ დარწმუნებული ეს მილოცვა მართალია თუ არაო. ისეთ შოკში იყვნენ და იმდენად წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ Deep State დაუშვებდა მოლოცვის მოტანა საქართველოს პრეზიდენტამდე, რომ არ დაიჯერეს. ეს არის რეალურად, ხო? როგორც 4 სტადია არსებობს ფაქტებისგან გაქცევის, ერთ-ერთი სტადია არიან ეს ადამიანები, ფაქტებს უარყოფენ, დაჯერებაც კი არ უნდათ და მათთვის მხოლოდ ის არის ფაქტი, რასაც გარედან ჩასძახებენ. არ ვიცი რა ფორმის ჩასძახებენ, მესის გამოუგზავნიან, მეილს, WhatsApp-ში თუ სხვა კომუნიკაციის საშუალებით ექნებათ მათთან კონტაქტი, თუ მტრედს და დესპანს აფრენენ მათთან, მაგრამ ფაქტია, რომ დავალებას იღებენ და ამ დავალების შესაბამისად მოქმედებენ. ეხლაც გქონდათ მაგალითად დავალება, კარგად აწყობილი ქსელი, რომ მაგალითად უცხოეთიდან იყო მილოცვა მხოლოდ ქართველი ხალხის მიმართ და არა ხელისუფლების მიმართ, ისე ქართულ ხალხს რომ ულოცავენ, იმ ადამიანებს ულოცავენ 1,100,000-ზე მეტ ადამიანს ულოცავენ, რომელმაც ქართული ოცნების ხელისუფლება აირჩია. ეს ფაქტია. ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში არის მოლოდინი იმისა, რომ დამოკიდებულება იქნება თანასწორ უფლებიანობაზე დამყარებული. რომ ჩვენ ვართ ისეთივე ქვეყანა, როგორც სხვა ქვეყნები. მე რა რომ ვიღაცაზე
რომელიმე ქვეყანაზე ნაკლები ჯარი ყავს. მე რა რომ ეკონომიკა არ გვაქვს ისეთივე დიდი და მდიდარი როგორც სხვა ქვეყნებს გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ ღირსება გვაქვს დიდი და ძალიან ბევრთან შედარებით კიდევ უფრო მაღალიც კი არ დაკონკრეტდები კონკრეტულ სუბიექტებთან დაკავშირებით. და ჩვენი სიმართლით მივდივართ ყველასთან. ჩვენ პირველ რიგში ჩვენ ქართულ ხალხთანა ვართ მართლები. როდესაც ვესაუბრებით რომ რა არის სიმართლე, რა ხდება პოლიტიკურ ველზე, რა გეოპოლიტიკური მოვლენები ვითარდება ჩვენი ქვეყნის გარშემო. იქნება ეს ჩვენი ქვეყნის სამხრეთით, აღმოსავლეთით, დასავლეთით თუ ჩრდილოეთით და როგორი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, როგორი საფრთხეები არსებობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მიმართ, არამედ მთლიანად მთელ მსოფლიოში. ფაქტობრივად ეხლა მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზე ვართ, ხო ისეთი მოვლენები ვითარდება. და ამ დროს რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა იყოს უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფილი, ამას ხო ლაპარაკიც კი არ უნდა. ამიტომაც არის რომ ჩვენი სუვერენიტეტის გასამყარებლად ვაკეთებთ ყველაფერს და ამავდროულად ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თანასწორად ველაპარაკებით და ვითხოვთ ზუსტად თანასწორ დამოკიდებულებასაც. მაგალითისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყოველთვის ჰქონდა და გვაქვს ეხლაც მოლოდინი, რომ ის ძალები, რომლებიც დიდი გავლენით სარგებლობენ, დამარცხდებიან და პრეზიდენტი ტრამპი თავის ნათქვამ სიტყვას შეასრულებს წარმატებით და ჩვენ მოგვეცემა კონკრეტული გაიდლაინი, კონკრეტული გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს კიდევ უფრო მეტი დაახლოება, რაც ქართველ და ამერიკელ ხალხს ერთმანეთთან დაახლოებს, უფრო მეტი ეკონომიკური აქტიურობა იქნება, რაც მოლოდინი არის, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სტრატეგიულ პარტნიორთან, სუსტად ანალოგიურად თუმცა აი ამ ევროპულ ქვეყნებთანაც და ჩვენ კიდევ ვისურვებთ, რომ განსაკუთრებული ზეწოლა, რაც მიმდინარეობს ევროპულ ქვეყნებში, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთ ქვეყანაში სუვერენიტეტი აბსოლუტურად განულებულია. რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ. ხედავთ, რომ როდესაც მათთვის არის ხელსაყრელი, რომ ივაჭრონ მაგალითად რუსეთის ფედერაციასთან, კარგათაც ვაჭრობენ, მაგრამ ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სანქციები დავაწესოთ. თუ რა ვიცი, ახალი ვენახები დარგეს ლიტვა, ლატვია, ესტონეთში, თუ ახლა ისწავლეს მაგალითად ვისკის გამოხდა. ეს ყველაფერი ხომ არ მოხდა რა, მაგრამ რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორები, მაგალითად ღვინის ნაწილში არის ბალტიისპირეთის ქვეყნები. ანალოგიურად ძალიან კარგად ვაჭრობენ ისინი სხვადასხვა მაგალითად ლითონებთან დაკავშირებით, განხილვა-გამტარებთან დაკავშირებით, ხო? და არაფერს აღარ საუბრობ ნავთობზე და გაზზე. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციას რაც ხარჯი აქვს ამ ომის მიმდინარეობისას, იმაზე მეტი შემოსავალი შეძდის ნავთობპროდუქტებით ვაჭრობით, ხო? და ჩვენ კიდე გვეუბნებიან, რომ დავაწესოთ სანქციები, ჩვენი ეკონომიკა ჩამოვანგრიოთ, გავაგზავნოთ ჩარტერული რეისით მოხალისეები და ამით ესკალაცია მოვახდინოთ ომისა. აი, ასეთ დამოკიდებულება არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენს მიმართ. და კეთილინებოს ყველამ პატივის წეს თავის ხალხს, თავის ღირსეულ ხალხს და პატივის წეს ქართულ ღირსეულ ხალხს და შესაბამისად მოიქცნენ ისე, როგორც ღირსეულ ადამიანებს შეეფერებათ, როგორც ნამდვილად პოლიტიკოსები უნდა იქცეოდნენ რა. სამწუხაროდ ხედავთ, რომ ძალიან ნაკლებობა არის განსაკუთრებით კი ევროპის მასშტაბით, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება. შეიცვლება, რომ უნდა დამარცხდეთ ის ძალები, როგორც ბატონ პრეზიდენტმა ტრამპმა ბრძანა, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატები არ დაამარცხებს Deep State-ს, არ გაანადგურებს Deep State-ს, მაშინ Deep State-ი გაანადგურებს ამერიკას, ზუსტად ანალოგიურად შეიძლება ვთქვათ იგივე ევროპის მასშტაბითაც, რომ თუ ევროპაში არ მოხდება Deep State-ის განადგურება, მაშინ Deep State-ი შეძლებს და გაანადგურებს ევროპას, რაც არის კატასტროფა, გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება ყველასათვის, რაც არის ჩვენთვისაც უზარმაზარი გამოწვევა და ჩვენ გვინდა რეალურ ევროპაში, ქრისტიანულ ღირსებაზე დაფუძნებულ ევროპაში, რისი საფუძვლებიც იყო მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ქართველი, სხვათა შორის ევროკავშირის სადამსჯელებლო დოკუმენტებს, როდესაც ხმიდა, სწორედ ამ საფუძველზე სამართლიანობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე, ერთმანეთის მიმართ ჩაურევლობაზე იყო ყველაფერი აწყობილი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად განულებული, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ მოლოდინები ჩვენი არის, რა თქმა უნდა, უფრო ნათელი მომავლისკენ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ პარტნიორებთან ურთიერთობა წარმოუდგენელია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. არჩილ გორდულაძე პასუხობდა აქტუალური თემის შეკითხვებს. ასეთი იყო დღევანდელი აქტუალური თემა. მე მაკაცინცაძე ვარ. თქვენ უყურებთ და უყურებთ პირველ არხს და შევხვდებით ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ამავე არხზე უკვე პარასკევს დროებით.